საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქალაქ ავაზაში გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს. მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე და ოფიციალურ გახსნასაც დაესწროს, რაც სიტყვით გამოვიდნენ ასევე თურქმენეთის პრეზიდენტი და გაეროს გენერალური მდივანი. ღონისძიების ფარგლებში კობახიძემ გამართა ორმხრივი შეხვედრები თურქმენეთის პრეზიდენტთან, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, უზბეკეთისა და სომხეთის პრეზიდენტებთან. შეხვედრებს პოლიტიკური სპექტრის მხრიდან შეფასებები მოჰყვა. საქართველოს მონაწილეობა ამ კონფერენციაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. პრემიერ-მინისტრის დონეზე ეს განხორციელდება და რა თქმა უნდა მთავარი აქცენტი გაკეთდება საქართველოს რეგიონულ როლზე დაკავშირებადობის კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიის დაკავშირებადობის თვალსაზრისით და ზოგადად შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამეგრელო ზემო სვანეთის პროკურატურასთან კოორდინაციით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში ორგანიზებული ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. უწყებაში აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. ბრალდებულებმა დანაშაულის შენიღბვის მიზნით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებზე დაარეგისტრირეს კომპანიები და ყალბის საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გამოყენების გზით ურთიერთშორის გაწერეს 151 მილიონი ლარის ღირებულების რკინის კონსტრუქცია და ჯართი. რა გზითაც შექმნეს დამატებითი ღირებულების გადასახადის ყალბი აქტივი ჯამში 20.316.923 ლარის ოდენობით. ბრალდებულების მფლობელობაში არსებული ერთ-ერთი კომპანიის მიერ ჩათვლილ იქნა DGG ჯამში 563.353 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის სრული ოდენობის დადგენისა და დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების მხილების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 195 მუხლის მესამე ნაწილის A და B ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით. მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გერმანიის ელჩისათვის იჯარით გადაცემასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მოკვლევა უკვე დაიწყო. უწყების ცნობით შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საგადასახადო დარღვევებს. ხაზარაძე, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, განმარტავს, რომ ხელშეკრულება კანონის სრული დაცვით გააფორმა. ამასთან პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ხაზარაძემ მოატყუა როგორც შემოსავლების სამსახური, ისე ანტიკორუფციული ბიურო, რითაც ქონებრივი დეკლარაციების შევსების ვალდებულება დაარღვია. ქართულ ოცნებაში. აი ეგრეთ გავარ თაღლითობის ადგილას. აქ უნდა იდგეს ახლა და გუგუნებდეს ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა. და თქვენ კიდე რაღაც ხაზარაძის და გერმანიის ელჩის რაღაც ხელშეკრულებას ეძებთ, რომელიც ძალიან მარტივია. კითხარი. აფერი არ დარღვეულა, ყველაფერი არის გადასარევად. ამ საკითხის ტექნიკურ დეტალებში ნამდვილად ვერ შევალ, ეს ხაზარაძის კომპეტენციაა, თუმცა მე პირადად როგორც ამ ქვეყნის ერთ რიგით მოქალაქის ძალიან მაინტერესებს, რატომ არის კონკრეტულად ხაზარაძესთან მიმართებაში ესეთი შერჩევითი სამართალი იმ პერიოდში, როდესაც მისი ფიგურა პოლიტიკურად აქტუალურია და რატომ არ არის ესეთი მსგავსი ტიპის გამოძიება ისეთ ბიზნესმენებთან მიმართებაში, როგორც არის თქვა რიჟა და ასე შემდეგ. ვინ ვისგან იყიდა ფინა და ვინა გადასახადი არ გადაიხადა, ვერ გადაიხადა, ვერ გათხოვა ამ კონტრაქტში რაღაც არ ჩაწერა, ხა სულ ელჩი თან დაკავშირებული პროცესი იყოს ეს, რა თქმა უნდა, თუმეტეს იმეჯთან რომელიც მიმართაც არსებობს კამპანია უბრალოდ ან თლიანი ასე ვთქვათ ხუთური კამპანია, რომელსაც ზონდერიც მიუგზავნეს, არ ვიცი, აგინებენ ამ ადამიანს პირდაპირ ეთერში ყოველგვარი დიპლომატიური ეტიკეტის და მათ შორის ქართული ტრადიციების საწინააღმდეგოდ ხა ამ საკითხზე ხა მუდმივად საუბარი ამერიკის მანდოზე მე ნამდვილად მიშნია ადეკვატური. ეს ადამიანი ბიზნესმენობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას აქვს სასათბურე პირობები შექმნილი ხელისუფლების მხრიდან და ასე აქვს როგორც ჩანს აწყობილი მთლიანად ასე ვთქვათ მისი ბიზნესი და ასე იშოვა ფული, სასათბურე პირობები ხელისუფლების მხრიდან როცა ქონდა, როგორც კი ის რაღაც ხედავთ ელემენტარულ საკითხებზე საკუთარი ბიზნეს გაქირავების საკითხსაც კი ვერაწესრიგებს ნორმალურად სამართლებრივად თუ ფინანსურად და ხედავთ რომ გადასახადებს მალავდა ამ საკითხშიც კი. იმ მომენტში, როდესაც ელჩი ფიშერი გერმანიის სახელით დებდა ხელშეკრულებას მამუკა ხაზარაძესთან 2022 წლის შემოდგომაზე. მამუკა ხაზარაძე იყო უკვე მსჯავრდებული თაღლითობაზე და მას ჰქონდა უკვე პარლამენტის მანდატი დახეული და დატოვებული. ანუ ეს იყო თაღლითი რადიკალი პოლიტიკოსი.
ყველანაირი განსაზღვრებით ამ ადამიანთან ხელშეკრულების დადებისგან თავი უნდა შეეკავებინა ელჩს. კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ლილოს პოლიცსაბჭოს წევრ გულიკო ზუმბაძესთან ერთად ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლილოს ნაგავსაყრელის საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. მისი განცხადებით, ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის აშენება ჯერ კიდევ 2014 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა დაპირება დღემდე არ შესრულებულა. სუნი ამ ნაგავსაყრელის წყლები, რომელიც ნიადაგებში ижონება, რომლითაც შემდეგ მინდვრები ირწყვება და იმ პროდუქტს ჩვენ ჭამთ. დაპირება, რომ აქ მოწესრიგდებოდა ინფრასტრუქტურა, რომ აშენდებოდა ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა და ეს ტყუილი გრძელდება უკვე 10 წელია. გამოცხადდა უამრავი ტენდერი, თქვენს რომ მუშაობდნენ უამრავ გეგმაზე, უამრავ პროექტზე, შეიჭამა მილიონები, ჩვენი ჯიბიდან ამოიღეს ფული, შეჭამეს და არ გაკეთებულა არაფერი. ეს პოლიგონი მინდა გითხრათ, რომ არის აეროპორტიდან 7 კილომეტრის მანძილზე მოშორებული და საერთაშორისო ხელშეკრულებათა სტანდარტებით უნდა იყოს 13 კილომეტრი დაშორებით. ანუ რიგი პრობლემებია და ეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო კონსერვირებული. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები რუსთაველზე გრძელდება. დღევანდელ ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღეს აქციის დროს დაზარალებულმა პირებმა. პროკურატურის განცხადებით კი ამ ყველაფრის მიზანია მოვლენების სრული სურათის აღდგენა და შესაძლო დამნაშავეების იდენტიფიცირება. გამოძიება 11 ივლისიდან მიმდინარეობს. ექსპერიმენტში დღეისდღეობით მონაწილეობა მიღებული აქვს 33 დაზარალებულს. მათ შორის დღეს საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღეს დაზარალებულებმა თბილისის პროკურატურის გამომძიებლებთან და ექსპერტ კრიმინალისტებთან ერთად. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება მიზნად ისახავს ერთის მხრივ როგორც ინდივიდუალურად დაზარალებულთან მიმართებაში სურათის აღდგენას, თუ რა ვითარებაში მიიღო მან დაზიანება, აგრეთვე მიზნად ისახავს აქციის მიმდინარეობის სრული სურათის აღდგენას და თავის მხრივ შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირებას. ეკონომიკის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე პატიმრობაში დარჩება. საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და წინასწარი პატიმრობა ძალაში დატოვა. ადვოკატმა გირაოსა და ელექტრონული მონიტორინგის გამოყენება ითხოვა. ბრალდების მიხედვით მიქაუტაძე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდა. მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. კანონის შემოსავალის ლეგალიზაციის მიმართულებით, ანუ ბრალდება ამ მიმართულებით აქვს წარდგენილი მას და ეს არ არის ასე ვთქვათ მარტივი გამოსაძიებელი საქმე. ბევრი საგამოძიებო მოქმედება ჩასატარებელი და ბევრი მოწმეა დასაკითხი, ბევრი მტკიცებულება მოსაპოვებელი დამატებით რა თქმა უნდა და ამ მიმართულებით გრძელდება გამოძიება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული სხვა პირების საქმის მორიგი სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოწმეები დაიკითხნენ, მათ შორის მსახიობი გიგა დათიაშვილი, რომლის თქმითაც ძალადობას სამართალდამცველების მხრიდან ჰქონდა ადგილი. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ჭიჭინაძე აქციის მონაწილეებს იცავდა და ძალადობაში ის არ მონაწილეობდა. ხდებას არ ქონდა ბიჭების მხრიდან ადგილი, რა თქმა უნდა, ყველა მოწმეების მოდიოდა ვერანაირ კონკრეტიკას ვერ მიუთითებდა სასამართლოს თუ რატომ არის რომ იქნება ეს ანდრო, იქნება ეს ირაკლი ქერაშვილი, ვასილ კაძერაშვილი თუ სხვა თუ რა ქმედება ჩაიდინეს მათ, რა სახის ზიანი მიაყენეს მათ. თავი რა თქმა უნდა ვერანაირ ვერ გინდება რაიმე სახის შეკავშირება ამ ადამიანების როლების განაწილება და რა თქმა უნდა პროკურატურამ ვერ გაართო თავის ვალდებულებას, რაც მას აკისრია.